Что ты делаешь в Москве? Учусь Где учишься? на магистратуре в Высшей школе экономики. Вау! И сколько ты платишь за учебу? На бюджете учусь бесплатно. Ничего себе, живешь тоже бесплатно? Почти. 2000 рублей. Общага. Российский государственный гуманитарный университет, Российский экономический университет имени Плеханова, Московский педагогический государственный университет, Первый Московский государственный медицинский университет имени Сеченова, а еще Высшая школа экономики, Финансовый университет, Российская академия народного хозяйства, ГИТИС и многие другие российские вузы готовы принимать на учебу грузинских студентов абсолютно бесплатно. არჩევანი დიდია, შეთავაზებაც ერთი შეხედვით მიმზიდველი, მაგრამ უფასო ყველი რომ მხოლოდ სათაგურშია, ეს გამოთქმა სამყაროში არაფერს უხდება ამ ამბავზე მეტად. რუსეთში უფასოდ სწავლის შესახებ უამრავ ვიდეოს შეხვდებით სოციალურ ქსელებში, ზოგს ქართულ ენაზე, ზოგსაც ქართული სუბტიტრებით. თვით რეალიზაციისთვის, განვითარებისთვის ყველანაირი პერსპექტივა არის აქ 10-დან 10 ალბათ. რეალურად ყველგან შეგიძლია დაინახო პერსპექტივა, მაგრამ რასაც მოსკოვი რა შემოთავაზება მოსკოვს აქვს, რა ვიცი, ამაზე კარგი არ მინახავს არსად ალბათ. რეალურად თავიდან არ მინდოდა რუსეთში ჩაბარება. მინდოდა საქართველოში ყოფნა და იქ ჩავაბარა ფრანგულ ფილოლოგიაზე, მაგრამ მე მშობლებმა მითხრეს, რომ უმჯობესია რუსეთში ვისწავლო. მოსკოვში ყველაზე მეტად მომწონს უსასრულო მოსკოვი. რამდენიც არ უნდა იარო, რამდენიც არ უნდა ისეირნო, რამდენი ადგილიც არ უნდა ნახო, ყოველთვის კიდევ და კიდევ იმის იქით არის უამრავი ადგილი. პირველ რიგში ეგ მომწონს, მეორე პერსპექტივები. მესამე ხალხი ძალიან მიყვარს. რაღაცნაირი უბრალო ხალხია. ვიდეოებში ადამიანები საუბრობენ როგორც მოსკოვში სწავლის გენიალურობაზე, ისე თავად მოსკოვის დიდებულებაზე და ჩვენი ქვეყნის განვითარების კურსს თუ დავაკვირდებით, ყველაფერი ძალიან ლოგიკურია. დასავლეთისგან ჩამოშორებული და იზოლირებული ქოცის ქვეყნიდან სად უნდა წავიდეს ადამიანი სასწავლებლად, თუ არა მოსკოვში. Без диплома с отличием, без экзаменов и еще раз подчеркнем, бесплатное обучение в России доступно для любого желающего без ограничений, даже по возрасту. В программе участвуют до 600 вузов со всей России, в том числе лучшие вузы Москвы, в которые сами россияне просто мечтают попасть на бюджетное обучение. Для поступления гражданам Грузии не нужны вспомогательные организации и посредники. Вы выбираете желаемые вузы и подаете документы в личном кабинете платформы Education in Russia. Студентам также предоставляется стипендия и общежитие. Следующий набор стартует осенью 2026 года. ვინ არის ეს ხალხი რეალურად? რას თავაზობენ და რისთვის თავაზობენ მტრული ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეებს? რისთვის ამზადებენ? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაზე მათ აქ დაბრუნების შემდეგ? ამ საკითხებით ცხადია, აქ არავინ დაინტერესდება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისა და რუსული რბილი ძალის ფუნქციონირებისათვის არ სცალია მამუკას სუს. კვერცხი და ბადრიჯანი აქვს გასაიაფებელი. ძალიან გააქტიურდნენ, ანუ რუსული უნივერსიტეტები, მათ შორის მაგალითად სტიპენდიებს სრულ დაფინანსებას თავაზობენ სტუდენტებს და აქტიური, ესე ვთქვათ, რეკრუტირება ხდება და მე მგონია, რომ ეს უმაღლეს განათლების სისტემასაც ცდება, ეს არის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ასევე საერთაშორისო განათლებაში, როცა მკვლევარები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი და კრემლი უმაღლეს განათლებას, როგორც რბილ ძალას მისი გავლენის გასაფართოებლად. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ასე შემდეგ, სადაც ძალიან ხშირად არის ეს სრული დაფინანსებით სტიპენდიები შეთავაზებული, არის გაცვლითი და კულტურული პროგრამები, ასევე ძალიან ბევრ რუსულ უნივერსიტეტს აქვს თავისი ფილიალები ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებში. და ისიც კიდევ ერთი საპიარო ვიდეო სათაურით. ყაზახი სტუდენტი გვიზიარებს რუსეთში სწავლის თავის გამოცდილებას. И на самом деле я поступила сюда максимально спонтанно. Вот практически в последний момент мне подвернулась возможность поступить в Высшую школу экономики. И в целом Россия всегда славилась очень высоким качеством высшего образования, поэтому никаких сомнений для поступления на бакалавриат у меня не было, потому что я была уверена, что поступая в Россию, я получу точно качественное образование высшее, особенно если сравнивать, допустим,
нынешнее положение мое, да, то я могу с уверенностью сказать, что обучение, правда, очень практикоориентированное, на очень высоком качестве, то есть это начинается в целом с условий обучения, заканчивая преподавательским составом. გავლენის ქვეყნები მარტივი გამოსაცნობია და ისიც მარტივი მისახვედრია, რომ საქართველო ამ სიაში არის. ეს არ არის რაღაცა ნეიტრალური, მორიგი, საგანმანათლებლო ინიციატივა ან შესაძლებლობა შეთავაზებული რუსეთის მიერ. ეს არის როგორც რაღაცა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ცოდნის წარმოებაზე გავლენა მოახდინოს, მაგალითად რუსული ნარატივების შექმნა შეუწყოს ხელი, ასევე ლოიალურობის გრძელვადიან პერსპექტივაში, ლოიალურობის, ესე ვთქვათ, შექმნა განსაკუთრებით ელიტურ ჯგუფებში, ანუ ის სტუდენტები შეიძლება ხვალ გადაწყვეტილების მიღები იყვნენ ამ ქვეყნებში და გახდნენ, რა ვიცი, პოლიტიკოსები. და უკვე აი ამ რბილი ძალით, ანუ უმაღლესი განათლების მეშვეობით რუსეთი ცდილობს, რომ თავისი იდეები, თავისი დღის წესრიგი და ნარატივები რაღაცნაირად გააფართოვოს, ფეხი მოიკიდოს და კულტურული და პოლიტიკური კავშირები კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს. რას იღებენ ქართველი სტუდენტები რუსეთში სინამდვილეში განათლების საფარქვეში? ცხადია, რომ რუსეთში მიღებული განათლება ხშირად არ არის მხოლოდ აკადემიური პროცესი. ის გავლენას ახდენს სტუდენტების პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ხედვებზეც და ამას კვლევებიც ადასტურებს. კვლევებში ასევე აღწერილია თუ როგორ იყენებს რუსეთი უნივერსიტეტებს. პირველ რიგში ეს არის სოციალური კაპიტალი. სტუდენტები აყალიბებენ მეგობრულ და პროფესიულ ქსელებს, უყალიბდებათ კულტურული ბმა რუსეთთან და დაბრუნების შემდეგ ხდებიან გავლენის გამტარები საკუთარ ქვეყანაში. თუმცა როცა ქვეყანა მთელი სულით ჩრდილოეთისკენ არის მიმართული, გასაკვირი არ არის, რომ აკადემიური ნაწილიც ამავე მიმართულებას მიჰყვება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქოცი ქართველ სტუდენტებს განათლების ახალი ეგრეთ წოდებული რეფორმით ურთულებს ან თითქმის სრულად უსპობს ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობას. საქართველომ 2005-2006 წელს მოაწერა ხელი და შეუერთდა ბოლონიის პროცესს და ამის მიზანი ზუსტად ის იყო, რომ ანუ ჩვენ გამختარიყავით ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ნაწილი, რაც თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ მაგალითად სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მობილობა გაცვლითი პროგრამები, რასაც შენ ახსენებ, რაც მე გქონდა საქართველოში ძალიან დიდი ხანი გვაქვს Erasmus პლუსები და ასე შემდეგ. ანუ გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით დაუშვათ განხორციელებული იყო, მობილობა გაადვილებული იყო, მომხდარი იყო კვალიფიკაციების ავტომატური აღიარება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სხვა პრინციპებიც არის ბოლონიის პროცესში ჩადებული, ესე ვთქვათ, მაგალითად, აი თანასწორობაზე ვისაუბრეთ, სოციალურ თანასწორობაზე და ერთ-ერთი ბოლო კომუნიკე, რომელიც ბოლონიის პროცესის ფარგლებში იქნა მიღებული მინისტერიალის ფარგლებში, ზუსტად ამაზე საუბრობს, რომ უმაღლესი განათლება ელიტური კი არ უნდა იყოს ასევე თანაბრად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით იმ ჯგუფებზეც უნდა მოხდეს, ესე ვთქვათ, ფოკუსი, რომელთაც შეიძლება რაღაცა დამატებითი ბარიერი ქონდეს, როგორც ხელმისაწვდომობის, ისე მონაწილეობის ან დასრულების მხრივ. ამიტომ ამ ბოლონიის პროცესის, ესე ვთქვათ, ნაწილი რო არის საქართველო, ამას გულისხმობდა, რომ ეს თავსებადი უნდა ყოფილიყო სისტემები. თავსებადობა და უნივერსიტეტები კი არა ქვეყანაში განათლების მინისტრის მოადგილე ყავს, ისეთი დასავლეთში ვერსად გამოაჩენ. ქოცური რეფორმით ქართული და ევროპული სისტემები ბევრ ნაწილში შეუთავსებელი ხდება, რაც ცხადია დროთა განმავლობაში ბოლონიის პროცესიდან სრულად გამოთიშვას გამოიწვევს, რაც ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან საქართველოს სრულ ჩამოშორებას ნიშნავს, თუმცა არ აუშავს, აგერ რუსეთი გვთავაზობს უფასო სწავლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ქოცებს რუსეთი მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უნდათ. მათი შვილების უმრავლესობა კი ევროპაში ან ამერიკაში სწავლობს. გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიებიც არ სჭირდებათ. მათ გადასახადებს მდიდარი, ხშირ შემთხვევაში კორუფციით გამდიდრებული მშობლები უზრუნველყოფენ. არის ძალიან ბევრი ასპექტები, რომელმაც შეიძლება დამატებითი ბარიერები გააჩინოს. აი მაგალითად გვთავაზობენ იმას, რომ 4+2 სისტემა გვაქვს, ხო? ეხლა საქართველოში, ანუ გვაქვს 4 წლიანი ბაკალავრი, საბაკალავრო საფეხური და 2 წლიანი მაგისტრატურა. გვთავაზობენ, რომ გახდეს 3+1. არის ასევე, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნის მაგალითები, სადაც ბაკალავრიატი არის 3 წლიანი, მაგრამ ხანგრძლივობის გადაწყვეტა, რა ხანგრძლივობა ექნება, დაუშვათ კონკრეტულ პროგრამას, ამის გადაწყვეტა
სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ამას უნდა წყვეტდეს უნივერსიტეტი. გარდა ამისა, ჯამურად რო შევხედოთ სხვა ქვეყნის მაგალითებს, მაგალითად 300 კრედიტზე ადიხარ, ანუ ჩვენთან თუ 300 კრედიტზე ვერ ახვალ მაგალითად ორი საფეხურის შედეგად, შეიძლება მერე ამან აღიარების ნაწილში პრობლემა მოიტანოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მაგალითად ფსიქოლოგების მაგალითი იყო მნიშვნელოვანი, ქალბატონ მარინა ჩიტაშვილის ინიციატივით გააპროტესტეს ის, რომ ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრატურა ერთწლიანი უნდა გამხდარიყო, იმიტომ რომ ზუსტად არგუმენტი ის იყო, რომ მაშინ თავსებადობა ვერ მოხდებოდა ევროპულ სტანდარტთან და კვალიფიკაციის აღიარების პრობლემა დადგებოდა. ამიტომ ამაზე არ უფიქრია და ეს რაღაც ავტომატურად თქვეს, რომ უნდა შეიკვეცოს და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ არა მარტო პროგრამების ხანგრძლივობა და საფეხურების ხანგრძლივობა, არამედ პროგრამების შინაარსი, ადამიანური რესურსის ნაწილი, დაფინანსებას თავისთავად საქართველოს მთავრობა წყვეტს და ასე შემდეგ. ანუ მთლიანად სრული კონტროლის ქვეშ მოაქციას ეს ყველაფერი. ევროპულ სისტემასთან თავსებადობას რომ თავი დავანებოთ, ქოცური რეფორმა ქვეყნის შიგნითაც კლავს და იმორჩილებს სრულად აკადემიურ სივრცეს. თითქმის სრულად აუქმებს ილია უნის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს არსებული 36-დან მხოლოდ 16 პროგრამა რჩება. თუკი შარშან ილია უნიში მისაღები ადგილების რაოდენობა საბაკალავრო პროგრამებზე 4207 იყო, წელს მას მხოლოდ 300 ახალი სტუდენტის მიღება შეეძლება. ეს შარშანდელ კვოტაზე 14 ჯერ, ანუ დაახლოებით 92%-ით ნაკლებია. აღარაფერს ვამბობ დაფინანსების შემცირებაზე ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპზე უცხოელი სტუდენტების შესაბამისად დამატებითი ფინანსური სარგებლის მიღების შეზღუდვაზე და სხვა უამრავ სიგიჟეზე, რომელსაც ქოცი ვინმე გივი მიქანაძის პირით ღაღადებს. ავტორიტარიზმის პირობებში აკადემიური სივრცის დამორჩილებაც რუსული ხელწერაა, ისევე როგორც ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. მთლიანად უმაღლესი განათლების რეფორმის, უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ რეფორმის განხორციელების შედეგად. იმიტომ რომ ყველაზე პრობლემური არის ის, რომ ეს რეფორმა ანადგურებს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას და აკადემიურ თავისუფლებას. არ შეიძლება რომ დემოკრატიულ ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმა ხორციელდებოდეს ისე, რომ ის ანადგურებდეს აკადემიური თავისუფლების პრინციპს. არ შეიძლება უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობა უსაზღვრავდეს, რა უნდა იყოს პროგრამის შინაარსი და მისი სახე, ასევე მისი ხანგრძლივობა. და ეს არის ძალიან პრობლემური. აი როცა კონტექსტზე ვისაუბრე, ზუსტად ის ვიგულისხმე, რომ მთლიანად ამ რეფორმის მიზანი არის მიუღებელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მისი მიზანი არის უნივერსიტეტის კონტროლის ქვეშ მოქცევა. და ყველა ის ცვლილება, რაც ამ რეფორმით არის გათვალისწინებული, აი ერთიანობაში რო შეხედო, მიყავ ხარიქითკენ, რომ უნივერსიტეტები კონტროლის ქვეშ მოაქციას. ვისაც ქართული ოცნების კონტროლ ქვეშ უნივერსიტეტში სწავლა არ უნდა, რუსეთის კონტროლ ქვეშ არსებულ უნივერსიტეტებში შეუძლია ისწავლოს, რაც პრინციპში ამ ეტაპზე თითქმის ერთი და იგივეა. Погнали. Первое, что мы видим, это кофейня. Всего в Вышке здесь 3 кофейни. Это кофейня «Груша». Сюда мы приходим с ребятами хорошо проводить время, пить кофе, ботать. Дальше нас здесь встречает «Буквышка». Кстати, это фирменный магазин Высшей школы экономики, где продается мерч, сувенирчики. Поэтому перед тем, как улетать домой, я здесь прям хорошо так закупаюсь. Дальше нас встречает доска объявлений. Видите, сколько здесь афиш? И это очень круто, потому что в Вышке есть очень много клубов, которые проводят свои мероприятия. Очень много людей и очень шумно. Вы можете покушать комплексный обед с 12:30 до 16:30, который стоит меньше 3 евро. Туда входит суп первое, второе, салаты, компот. Это будет большой образовательный фестиваль EduFest в Тбилиси, который состоится 2 мая. Для кого? რუსული უნივერსიტეტების საპიარო კამპანიას უკვე სერიოზული სახე აქვს სოციალურ ქსელებში, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან. მაისის დასაწყისში თბილისში დაგეგმილია ეგრეთ წოდებული საგანმანათლებლო გამოფენაც. სუსი ცხადია, არც აქ დაინტერესდება, ვინ ჩამოდის და რას თავაზობს მტრული სახელმწიფოდან ქართველ ახალგაზრდებს. სამაგეროდ კვერცხის გაძვირების მიზეზებს დაადგენს და შეგახსენებთ, რომ ქართულ ოცნებას მთელი მისი 14 წლიანი მმართველობის პერიოდში არც ერთი რუსი აგენტი
აგენტი არ გამოუვლენია ამ ქვეყანაში, თუმცა მოსვლიდან მალევე ციხიდან პოლიტპატიმრების სტატუსით გაუშვა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ადამიანები. სამშობლოს ღალატისთვის მსჯავრდებულებს კი საიდუმლო სამხედრო ბაზები დაათვალიერებინეს. ქოცის რუსისკენ სვლა ახლა გახდა ძალიან აშკარა, თორემ დაკვირვებული თვალისთვის თავიდანვე შესამჩნევი იყო. მოსკოვში ყველაზე მეტად მომწონს უსასრულო მოსკოვი. ახლა კი უსასრულო მოსკოვისკენაც გაუხსნეს გზა ქართველ ახალგაზრდებს იმ უსასრულო მოსკოვისკენ, რომელშიც კვირაობით ითიშება ინტერნეტი და აკრძალულია ყველაფერი, რაც თავისუფლებასთან, გამოხატვასთან და განვითარებასთან არის დაკავშირებული. თუმცა რამ უნდა გაგვაკვირვოს, რა მაგალითებიც აქ უნდა ჩამომეთვალა, უკვე ყველაფერი ჩვენთანაც ხდება, თუმცა ინტერნეტი ჯერ კიდევ გვაქვს.